ორი ლიდერის რადიკალურად განსხვავებული რიტორიკა. საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნას უკრაინის მხარდაჭერის დასტურისთვის გამოიყენა. წინა დღით იმავე ადგილიდან უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს თავს ესხმოდა და დეზინფორმაციას ავრცელებდა. კიევის უსამართლობის ფონზე საქართველოს მთავრობის არჩევანი ისევ თავშეკავება, ომში მყოფი ხალხის და ქვეყნის პატივისცემა. ნინი გოგიშვილი გეამბობთ. ჩვენ ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველოს. ადამიანის უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება იქ მხოლოდ ვიწროვდება. დღესაც, როგორც უწინ, საქართველოს უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერას გამოხატავს. ამ განცხადებებს შორის სხვაობა ერთი დღეა. დროის გარდა სხვაობა ორი ქვეყნის ლიდერის დამოკიდებულებაშიც. მაშინ, როდესაც გაეროს უმაღლესი ტრიბუნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მიმართ თავდასხმისთვის გამოიყენა, მეორე დღეს იმავე ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. შემდეგ უკვე მედიასთან მიხეილ ყაველაშვილმა უკრაინელ კოლეგას ახლო წარსული შეახსენა და მის ბრალდებებს ასე უპასუხა. ომის დაწყების პირველ დღეებში გაიხსენეთ, როცა კიევი იბომბებოდა. თითებზე ჩამოსათვლელი საელჩოს წარმომადგენლები დარჩნენ მაშინ კიევში და ერთ-ერთი იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და რა იკადრა ამ ადამიანმა, რომ გააძევა საქართველოს ელჩი, აი დაბომბვის დროს იქ დარჩენილი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გაუძღოდა, იქ იყო. ოკუპაციით გამოწვეული იარა საქართველოსთვის დღემდე მოუშუშებელია. ამიტომ ხელისუფლების ლიდერები ომში მყოფი უკრაინელებისადმი პატივისცემას გამოხატავენ და მათი პრეზიდენტის მიზანმიმართულ თავდასხმას თავშეკავებით პასუხობენ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რა მძიმე მდგომარეობა უკრაინაში, არა მარტო ომთან დაკავშირებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, არამედ კონკრეტულად დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ასე დროს, როდესაც ამ ქვეყნის ხელმძღვანელი იცლის საქართველოზე საუბრისთვის, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ძალიან შევკვდივა გული იმაზე, რაც უკრაინაში ხდება. ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდია ის შედეგები. წარმოუდგენელია, ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ომი, ვიცით რას ნიშნავს დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული ადამიანები, ჯარისკაცები და ასე შემდეგ. მშვიდობა მინდა უსურვო უკრაინას, უკრაინულ ხალხს. ზელენსკის უპირობო მხარდაჭერა აქვს იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომელთათვისაც საქართველოს რეპუტაციის შელახვის მცდელობა არ ახალია. ნაციონალურ მოძრაობაში უკრაინისადმი მხარდაჭერას საქართველოს ვალდებულებად თვლიან, იმავეს კი ზელენსკისგან არ ითხოვენ. უკრაინას ოკუპირებულ ქვეყანას არ უნდა დაუესხათ თავს. საქართველოს უკრაინასთან ცალმხრივ მეგობრობას განაგრძობს. მეგობრული დამოკიდებულება მმართველმა პარტიამ წარსულშიც არაერთხელ დაადასტურა. უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ საქართველოს არაერთ მხარდასაჭერ რეზოლუციას შეუერთდა. გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთები. უკრაინელ ტოლბილებს კი სათანადოდ უმასპინძლა. ნახეთ პატარა ქვეყნის დიდი პრეზიდენტის სიტყვები გაეროში. და სამწუხაროდ ნახეთ დიდი ქვეყნის პატარა ადამიანის სიტყვები ასევე გაეროში. ხუთეულში ვიყავით მატერიალური მხარდაჭერით უკრაინის მიმართ. ვიყავით და ვართ უკრაინელი ხალხის და საზოგადოების მორალური მხარდამჭერები. შენ ბედავ იმას, რომ საქართველოს მაინც შეურაცხყოფას აყენებ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან. უკრაინელ ხალხს ყველანაირად დაუდგებით მხარში, ახლა არ გულისხმობ, რომ მეორე ფრონტს გავხსნით. დანარჩენი ყველაფერში მხარში უდგევართ ყველანაირად. მაგრამ სამწუხაროდ მათი ხელისუფლებისგან საპირისპირო მოქმედებებს ვიღებთ, მაგრამ ეს არ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას უკრაინელი ხალხისადმი. ზელენსკის მიერ გამოთქმული ბრალდებები, რომ ნონსენსია, ამას არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაც ადასტურებს. ადამიანის უფლებრივი მდგომარეობისა თუ დემოკრატიის განვითარების კუთხით უკრაინისგან განსხვავებით საქართველოს მოწინავე ადგილს იკავებს.